ბუნებრივად ეს არაფერი ასეთი აქ არ იქნებოდა. ეს იგი რაღაცამ შეუწყო ხელი. რაღაც ხელი შემწყობია. და ეს არის გამოწვეული რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. რა ამბობთ და არ ამბობთ და რა ვთქვა? რაზე ვარაუდო? ვინაც უნდა თქვას, ის არ ამბობს. ხო და მე ვიტყვი, მე არ მეშინია მაგის. შუაღამე რო წამოდის, აი უბრალოდ, აი რო ვთქვა ჩვენ. ესე იგი ისეთი სტიქიურად მოძრაობენ ეს 60 ტონიანი ვაგონები, რომელიც ბათუმში გადაიტვირთება ეს საზღვავი ესენი სულ ყველაფერი და ესე იგი აქ გაუდის ისეთი ხმაური, მე მით უმეტეს ის ხეობა, ხო და ის ხეობა იტაცებს ამას. როდესაც რკინიგზის გაფართოების პროექტს ახორციელებდნენ, აი როცა ეს აფეთქებითი სამუშაოები იყო, ხმები გესმოდა წელში? რა არის ახლა, მაშინ არავინ აქცევდა ამას ყურადღებას. ესმოდათ და ძალიანად ზანზარებდა თურმე მე არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი მეზობლები ამბობენ. როდის იყო, რამდენი წლის წინ იყო, რა გესმოდათ, ვისგან რა იცით, გადმოცემით იცით? დაინგრა, მიდის. აი შენობა მიდის, ესე იგი ყოველ დღე აბსოლუტურად ყველაფერი არის გრევის პირობებში. ეს სახლი შაშან გავარემონტეთ საცოდაობით. ეს რაც დაიწყო, დავშალეთ. ახალი კარფანჯერა გქონდა ყველაფერი. რა ვიცი, ყველაფერი ახალი. გამოვიღეთ რაც მოვასწარით და წავიღეთ. დაბლა და მაღლა ხელიც არ მოგვიყიდია, ისე დარჩა, იმიტომ რომ ჩაკეტილია ყველაფერი და ვეღარ გაგვაქვს ვერაფერი, აღარც გზა არის, აღარც არაფერი აღარ არის. ეს რა ვქნათ, ასე გაგვიმეტა მერთმა ბუნებამ, ადამიანმა ყველამ. ასე საცოდავად დავრჩით. მტერს რო არ უსულებს კაცი ის ამბავია. წეხანაც ვთქვი და კიდევ ვამბობ, ნეტა დამწვარიყო, სუდაფერფლილიყო და ადგილი მაინც დარჩენილიყო, რომ ავაწყობდით და ხელახლა დავიწყებდით ცხოვრებას არაფრისგან, როგორც ადრე, ისე ახლა. ახალგაზრდაც არ ვარ, რა ვიცი, რამდენ ხანი უნდა ვიყო ამ ემიგრაციაში, რომ კიდე თავიდან ახლად შევქმნა ეს, ხო? 40 წელია მაგას ვაკეთებ, 40 წელია და ახლა როცა ყველაფერი დამთავრდა და ვიფიქრებ, всё, მე დავბრუნდები ჩემს სახლში და ჩემს სამეზობლოში და ჩემს შვილმომავალთან, ახლა აგერ ხედავთ რა ამბავია და რა ხდება აქ, რა ვიცი. ეს ხალეჭა. მაისის ბოლოს დაიწყო ეს პროცესები აქ. აი ელვის სისწრაფით ვითარდებოდა ღრმულები, რასაც ქვია და აი 3 თვის შუალედში რა გახდა თქვენს ხედავთ და აი სახლის ქვეშ გაიარა? სახლის ქვეშ გაიარა და ის სახლი წამოიღო იქეთა ნაწილი, რაც არის დარჩენილი, ალბათ ამასაც რამდენიმე დღე ჭირდება, ან შეიძლება რამდენიმე საათში ჩამოიშალოს ყველაფერი რა. აი ის სახლი ქვემოთ რომ არის. აი ქვემოდან ლაშიდან რომ გამოხედავთ, პირდაპირ ჩანს, რომ აი ჩვეულებრივი კლდე, აი ჩამოშლილი ხეობისკენ წაღებული მასა მიწის და ჩვეულებრივად აქ ისეთი უღრანი ტყე იყო, იქიდან არაფერი არ ჩანდა. და ეხლა ყველაფერის ხელისგულზე ჩანს. ჩემი თვალით რაც მაქვს დანახი და ჩემი ყურით გაგონილი რაც მაქვს, ეს არის ის რომ 2019 წლიდან აქ რო აფეთქებები დაიწყო რკინიგზაზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი რო გააკეთეს ხაშურის ზესტაფონის მონაკვეთში, ხარაგაულის ზესტაფონის, ეს კონკრეტული ჩვენი ლოკაცია. ჩემი არავისი მონათხრობით, არავისი ჩემიდან პირდაპირ მე ვიყავი აქ და მოხუცი მამა მყავდა უვლიდი, ცუდად მყავდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. უვლიდი და ისეთი საშინელი ხმები იყო აფეთქებების დროს, რომ აი ალბათ ავადმყოფი ადამიანი ვარდებოდა ლოგინიდან, რასაც ქვია რა. აი ვართ მინდობილი, რომ არის ყველაფერი როგორც გეგმა აქვს, ისე მიყვება ამ გეგმას. იქნება საინჟინრო გეოლოგიური კვლევები ჩატარებული, რომ აქ არაფერი არ გაფუჭდება ამ აფეთქებებით და ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდით ჩვენს და არც გაგვივლია გულში, რომ ესეთი პროცესები იქნებოდა აქ. მაგრამ მივიღეთ სულ სხვა სურათი. მივიღეთ საშინელება. ეს არის ჯოჯოხეთი, რაც აქ მოაწყვეს. ეს არ არის მარტო ბუნების აქ ბუნების ხელის ჩარევა, ანუ ბუნებამ რო რაღაცა კატაკლიზმა გამოიწვიოს, აქ არის რაღაცა 15-20% ანუ 30% რო თქვა. აქ ამ ხელა სოფელი იყო,
არანაირი მეწყერი, ეს ჯერ მეწყერიც არ არის, რა ის მეწყერია ეს. მეწყერი მიდის და მიაკ. აი ეს ვარდება. იქით ზემოთ სოფლებში ვაკე ადგილზე მეწყერი როგორ შეიძლება მოხდეს? ბავშვის ნახატებია. ბავშვის ნახატებია, ნახე, ტასუნას ნახატები. აი, მამა ჩემთან რეზოსთან ერთად ხატავდა ამას. ნახე, სახლი აქვს. მე ვაპირებდი აქაურობის ბაღნარად გადაქცევას. მაგრამ ბუნებამ და ვიღაცების არაკეთილ სინდისიერმა ქცევებმა და ნებამ რა დღეში ჩაგვაგდო, რაღა უნდა გავაკეთო. აქ რა უნდა გავაკეთო? ვერ მივატოვებ, ვერ წავალ აქედან, სადმე მაინც უნდა ახლოში ვიპოვო, რომ აქვე დედა, მამა, ბებია და ბაბუა მყავს, იმ სასაფლაოებს ვერ მივატოვებ. აქაურობას თუნდაც დანგრეულს უნდა შევხედო.